პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენთან ერთად დღეს არის პეტრეს დედა და ჩვენ გავიარეთ 2 წლის წინ ეს ძალიან ცუდი პერიოდი, როდესაც მშობლები გამოვიდნენ ქუჩაში. სამწუხაროდ ვერც ამ მაგალითმა ვერ უბიძგა ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვისწავლოთ საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს სწორი და სამართლიანი მიდგომა ამ საკითხებთან მიმართებაში. და ისევ არ უნდა უწევდეთ მშობლებს გამოსვლა წამლის მოთხოვნის მიზნით. დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენთ, როდესაც დავიწყეთ ხოლმე და გავერთიანდით მშობლები, თუ მოგვიწევდა ქუჩაში გამოსვლა. თუ მოგვიწევდა ის, რომ პრემიერ-მინისტრთან მისვლის დროს ჩვენ დავხვდებოდა კედელი, თუ მოგვიწევდა ის, რომ უმოქმედოდ იქნებოდა ჯანდაცვის მინისტრი, თუ მოხდებოდა ის, რომ ჩვენ ბრძოლის დროს დავკარგავდით ბავშვებს, რამდენიმე ჩაჯდებოდა ეტლში, იმ ფონზე, როდესაც უკვე აღიარებულია არაერთი მედიკამენტი. ჩვენ წლების წინ მქონდა ინფორმაცია, რომ არ იყო მედიკამენტები, ბუნებრივი არ იყო აღიარებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფლობთ ინფორმაციას სრულად და გვაქვს კომუნიკაცია პროვაიდერ კომპანიებთან, ჩვენი მოთხოვნა არის საფუძვლიანი და დასაბუთებული. ასევე სამართლიანი, რა თქმა უნდა, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ უკვე FDA-მ ემამ აღიარა მედიკამენტები, ამერიკასა და ევროპაში ჩაშვებულია მედიკამენტები, იხმარენ ბავშვები და ჩვენ გვყავს ცოცხალი მაგალითები იმისა, რომ ჩვენმა ბავშვებმა, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები. ესენია ელევიდისი, ასევე არის ვამოროლონი და ჯივინოსტატი, ასევე ეგზონსკიპინგი, რომელიც უკვე დარეგისტრებულია ჩვენს ქვეყანაში და გუშინ გამოდის ჯანდაცვის მინისტრი და თან ყველაზე საოცარი რა არის, ნახეთ და ეს ძალიან სამწუხაროა ესეთი ფაქტები, როდესაც ბავშვებს ეხება, ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რა დროსაც მათი უპირატესი ინტერესები უნდა იქნეს დაცული ყველა საკითხის გადაწყვეტილების მიღების დროს, გამოდის და ამბობს, რომ თითქოს ჩვენი მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ის იკვლევს უსაფრთხოების ხარეს ამ მედიკამენტების. ნახეთ, აღიარებულია, მე წამოვიყიდა თან მაქვს დოკუმენტები, სადაც აღიარებულია როგორც FDA-ის, ასევე EMA-ს მიერ დოკუმენტისა მედიკამენტები, ესენია ვამოროლონი, ჯივინოსტატი, ელევიდისი, ეგზონსკიპინგი. ასევე გვაქვს საქართველოს ნევროლოგთა ასოციაციის მიერ გაცემული დოკუმენტები და მიმართვები ჯანდაცვის მინისტრის მიმართ, სადაც ჩვენ ექიმები, რა თქმა უნდა, გვიჭერენ მხარს, შესაძლოა ჩვენთან ერთად არ დგანან, მაგრამ ყველანი მხარს გვიჭერენ, რა თქმა უნდა. ეს არის დოკუმენტაცია და მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრი გაიძახის, რომ ის იკვლევს უსაფრთხოების და ეფექტურობის მხარეს. და ამ პერიოდში ჩვენ ბავშვები დავკარგეთ. ნახეთ, დადასტურებულია და რეგისტრირებულიც არის ჩვენთან ეს მედიკამენტი. ნაწილი. ფასზე საუბარი არ არის, ფასზე შეიძლება შეთანხმება, მაგრამ კომუნიკაციის არარსებობის ფონზე ფასზე ვერ შევთანხმდებით და ვერც ეს საკითხი ვერ გადაწყდება ვერასოდეს. ჩვენ ვხედავთ იმ მოტივაციას და იმ მიდგომას ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან და მისი უმოქმედობა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ვხედავთ მიდგომას, რომ მათ არ უნდა თანხის გაღება, ნებისმიერი ოდენობის თანხის გაღება 1 წლით, 2 წლით, 5 წლით, თუნდაც სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. შესაძლოა 10 წელიც იყოს. ნახეთ, ჩვენ 2-3 წლის წინ არ ქონდა არც ერთი მედიკამენტი. დღეს არის აღიარებული მედიკამენტი, რომელიც გადაავადებს ამ დაავადებას და პროგრესს შეაჩერებს ამ დაავადების დაახლოებით 5 წლიდან 10 წლამდე. ჩვენ ხო არ ვიცით რა იქნება ხვალ, ზეგ 2 წლის შემდეგ, 3 წლის შემდეგ და ვიცით ის, რომ მოლოდინი გვაქვს იმის, რომ უკეთესი მდგომარეობა იქნება, უკვე არაერთი მედიკამენტი არის, როგორც ამერიკაში, ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, იაპონიაში ჩაშვებული და კვლევის პროცესები სრულდება. და დღეს, როცა ყოველი დღე მნიშვნელოვანია, ყოველი საათი მნიშვნელოვანია, რომ არ გადაგვარდეს კუნთოვანი ქსოვილები და არ მოხდეს დამძიმება ჯანმრთელობის მდგომარეობის და დღეს შეიძლება შველა, დღეს გვეუბნება სახელმწიფო უარს ამას. ფასზე აქ არ არის საუბარი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სამწუხაროდ დრო თქვენ სასარგებლოდ არ მუშაობს ხომ ესე რომ. რა თქმა უნდა, ნახეთ, ჩვენ ყველა ინფორმაციას ვიძიეთ, რაც საჯაროა და ვიცით ისიც, რომ აუთვისებელი თანხებია. წარმოიდგინეთ, ეს დანაშაულია, თანხას ვერ ითვისებს ჯანდაცვის სამინისტრო და ბავშვები იღუპებიან. ასევე, რა თქმა უნდა, ვინც ეტლშია, ჩვენ რა თქმა უნდა თანაბრად ვზრუნავთ ყველა ორგანიზაცია, ყველა ბავშვი და ვინც ეტლშია, შეიძლება ამ დაავადების პროგრესების შეჩერება. თქვენ ნახეთ ვიდეო ჩანაწერები, რა საუბრობენ ბავშვები, თვითონ ამას აცნობიერებენ, გონებრივი შეზღუდვა არ აქვს, ამას ხვდებიან და ნახეთ, როდესაც ჩვენ მივედით პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად, იქ დახვდა ცოცხალი ძალის სახით კედელი, იქ ჩვენ მივდიოდით, თქვენ სწორად ბრძანეთ. პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად განცხადებას ბუნებრივია ჩვენ აღარც ვიკითხავთ, აღარც ვკითხულობთ. ფორმალობა მხოლოდ და მხოლოდ.
შესახვედრად მივდივართ და ეხლა უკვე მარტო შესახვედრად აღარ მივდივართ, იმიტომ რომ ამ შეხვედრის მოთხოვნაშიც დავკარგეთ ჩვენ ორი თვე უკვე და ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ჩვენ მივდივართ კონკრეტული წინადადება მოვისმინოთ, ეს ბავშვები განწრული არიან სახელმწიფოს მხრიდან თუ რაიმე კეთდება. ამიტომ მივდივართ ჩვენ იქ და რის თქმა მინდა, ნახეთ, ეს ბავშვები თვითონ არიან ამ მოთხოვნის პირველ ხაზზე, ესე რომ ვთქვა. ჩვენ მათი წარმომადგენლები ვართ, მხარდამჭერები ვართ, მშობლები. თვითონ აცნობიერებენ ამ ყველაფერს და თვითონ ითხოვენ ამას. თქვენ მოისმინთ რა გონიერი ბავშვები არიან, ისე და სახელმწიფოს თხოვენ წამალს სიცოცხლის გადარჩენას. სოციალურ სახელმწიფოში ეს არის პირდაპირი ვალდებულება და როცა ჩვენ ვსაუბრობთ უმოქმედობით გამოწვეულ ზიანზე, მიყენებულ ზიანზე, სწორედ ეს არის დანაშაული და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ თუ კი უმოქმედოდ იქნება სახელმწიფო და კონკრეტული პასუხისმგებელი პირი, ეს არის დანაშაული და რა დანაშაულზე ვსაუბრობთ? ადამიანები, ბავშვები იღუპებიან. წარმოიდგინეთ, ბავშვები, რომლებმაც უკვე იციან, რომ მედიკამენტები რეგისტრირებულია, ჩვენ რო არ ვნახოთ ინტერნეტში, ჩვენ რო არ მოვიძიოთ აღნიშნული მედიკამენტები, ის იმათმა ჩვენზე კარგად იციან უკვე და ისინი ამიტომ ითხოვენ. და ის რომ ჩვენ ნახეთ გუშინ ძალიან სამწუხაროა, როდესაც იგივე ნარატივი გრძელდება ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან, რომ თითქოს ვიღაცა პოლიტიკურ დივიდენდებს იწევს, როდესაც ჩვენ შემოვიკრიბეთ ყველა ეს ხალხი, ვინც მხარს გვიჭერს. თავიდან ჩვენ არავინ არ გავიკარეთ ბრჭყალებში, რატომ? ვიტყვი, ნახეთ, იმიტომ რომ არ ეფიქრა ვიღაცას, რომ ჩვენ ვიღაც გვმართავს, ვიღაცის მართულები ვართ. ჩვენ ვერ ვიფიქრებთ თუ აქამდე მოვიდოდით და ყველა პროფესიის ხალხი, მშობლები ქუჩაში გამოგვიყვანა ჯანდაცვის მინისტრის უმოქმედობა. გუნდიც კი არ შექმნა, ნახეთ. ეს ბატონ ზაქრო, მაგრამ როდესაც საკუთარი შვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება საქმე, საერთოდ რა არგუმენტია, რომ ვიღაცა შეიძლება გმართავდეს, ანუ რა თქმა უნდა, ეს ძალიან აბსურდულია. აი, მაკუნას გამოცდილი აქ ეს თავის თავზე გვახსოვს მაშინაც. დიდი შეურაცხყოფა, ნახეთ, უკიდურესად ძალიან მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში არიან მშობლები. დედები, რომლებიც არიან გადაღლილები, ემოციურად ძალიან დაღლილები, მიჯაჭულები შვილებზე და იგივე შვილების მხრიდან, მათ უწევთ მიტოვება ამ ბავშვებს თქვენ წარმოიდგინეთ, დედებთან ქუჩაში გამოსვლა. ქუჩაში გამოსვლა და წამლის მოთხოვნა. აქ ხო უნდა გქონდეთ საამისო რესურსი, რომ ქუჩაში იდგნენ და მოითხოვონ. და როგორც დავიწყე, ვიტყვი იმას, რომ ვერ ჩამოვყალიბდით და ვერ ჩამოყალიბდა უბრალოდ ჩვენი ხელისუფლება და მიწევს ამის თქმა, რა თქმა უნდა, რომ სამართლიანად, ობიექტურად, ცივილურად მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა და არა ქუჩაში გამოსვლა. რატომ გამოვიდნენ ქუჩაში აკონდროპლაზიაზე და წვიმაში, ხარში, თოვლში იდგნენ იქ? რისთვის? და მახსოვს, რომ იქ პარკებს არ თმევდნენ და რა არ გააკეთეს ამ მშობლებმა და რა თქმა უნდა ჩვენ იგივეს გავაკეთებთ და ეს შვილებს ეხება და ეს არის უპირველესი. ჩვენ არც ერთი თითქმის ყველა პროფესიის ხალხი ვართ, მაგრამ არც ერთი არ ვერიდებით იმას, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ. ჩვენი ხმა ყველაზე სუფთაა და ყველაზე ძლიერია და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ვიღაცა ცდილობს ჩვენი ქუჩაში გამოსვლით და მოთხოვნით ისინი რომ ხარს გვიჭერენ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. როგორ შეიძლება თქვა ის, რომ ვიღაც იყენებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობას, ამ მდგომარეობას და ქულებს იწერს და პოლიტიკურ დივიდენდებს იღებს. როგორ შეიძლება ამის თქმა ეს კიდევ დამატებით დანაშაულია იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ცდილობს, ესე რომ ვთქვათ, იმ ადამიანებს დააჯეროს. ნახეთ, ჩვენ ვიწევთ დებატებში მიხეილ სარჯვილაძის. ჩვენ გვაქვს მეტი ინფორმაცია ვიდრე მიხეილ სარჯვილაძის. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მშობელი შეხვდება სარჯვილაძის, არა ის, რომ ის თავის კომფორტის ზონაში ნებისმიერ ტელევიზიაში მიდის და იქიდან არა, ჩვენ გაგვცეს პასუხები და გამოვიდეს ჩვენთან დებატებში. არა ის, რომ ვისაც კიდევ ამ საკითხში ჯერა, იმათ ისევ აჯერებს ნებისმიერი ტელევიზიიდან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და რეალურად ესეც ხდება, რომ თუნდაც მოდი ესე გავაკეთოთ და ჩვენ ამ კონტექსტში ვიმსჯელოთ. თუნდაც მათი მხარდამჭერებიც უკვე ჩვენ გვიჭერენ მხარს ამ საკითხში. ნახეთ, ჩვენ ხო პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ. ჩვენ ხო ბუნებრივია იზოლირებული ვართ ამ პროცესისგან, რა თქმა უნდა. ეს იმდენად სენსიტიური თემაა, თუ ვინმე ნორმალურად ციედით მაინც აზროვნებს ლოგიკურად და აქვს აზროვნების უნარი მიხვდეს თუ რა არის სიმართლე, რომელი მხარეა მართალი მხარე, ყველა გვიჭერს მხარს. შესაძლოა ხმამაღლა არ გამოდის ეს ხალხი, არ აფიქსირებს ამას, მაგრამ ყველანი გვიჭერს მხარს. ეს არა იმიტომ, რომ ამით სარჯვილაძე შეეშინეს, არა. უბრალოდ რეალობა ეს არის და ჩვენ აუცილებლად მივახცევთ მიზანს. როდესაც ჩვენ სიმართლის მხარეს ვდგევართ, არავის არ სიამოვნებს, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ სამსახურებსაც ბუნებრივია გარკვეულწილად ვწყდებით პროფესიებს, მაგრამ ყველაზე დიდ დროს უთმობთ ამ საკითხს. ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას. როცა ჩვენ ახლა გვისმენენ ნებისმიერ ეთეს უსმენენ ისინი არიან იმედიანად განწყობილი. ჩვენ აღარ ვამბობთ, რომ ეს კვლელი დაავადება.
შეიძლება ვიღაცას წამოწდეს, მაგრამ აღარ არის ეს კვლელი დაავადება და როგორ შეიძლება, როცა აქამდე იყო ეს კვლელი დაავადება და ბავშვებმა ეს იციან, ჩვენს ქვეყანაში ისევ კვლელი დაავადება იყოს. არის იმიტომ კვლელი დაავადება დღემდე ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ არც ერთი მედიკამენტი არ მივიღეთ, არც ერთ ბავშვზე არ დაიწყო პროცესი. გუნდიც არ შეიქმნა. ნახეთ, მულტიდისციპლინარული გუნდი, სადაც ჩვენს ქვეყანაში არიან კარგი სპეციალისტები, დაახლოებით 10 სპეციალისტი იქნება, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, სხვადასხვა სპეციალისტები, პედიატრი, ნევროლოგი და ასე შემდეგ. და შეისწავლიან ამ ბავშვებს, რომ არ მოხდეს რაიმე შინაგანი ორგანოების გართულება. ამ დაავადებას თანსდებს ქვედაკიდურებიდან ბუნებრივია კუნთების მოდუნება, ის ყველა კუნცია ესახება დროსთან მიმართებაში, პროგრესირებს დაავადება, მათ შორის გადადის შიდა ორგანოებზე თირკმელი, ღვიძლი, სასუნთქი გზები და ბოლოს გული, მაგრამ თუ ამ დაავადებას დავბლოკავთ, არც ერთი ორგანო არ დაზიანდება. რატომ გვინდა ჩვენ მულტიდისციპლინარული გუნდი? მულტიდისციპლინარული გუნდი გვინდა იმისთვის, რომ მშობელს არ გამოეპაროს რაიმე მიმდინარეობა, გართულება ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვერცერთი მშობელი თავის ინიციატივით ვერ მიიყვანს კონკრეტულ სპეციალისტთან, ცალკე აღებულთან, რომ გაიგოს თუ რა მდგომარეობაა. მთლიანობაში სრულად არის გამოსაკლები. ეს გუნდიც კი არ შეიქმნა. წელიწად ნახევარია პირველი და ბოლო შეხვედრა, პირველი და მეცხრე შეხვედრა წელიწად ნახევრის განმავლობაში იყო იდენტური. მხოლოდ საუბრები, მხოლოდ ფურცელზე კალკულაცია, მხოლოდ უსაფრთხოებაზე ფიქრობ, თითქოს მიხეილ საჯულაძე FDA-ზე და EMA-ზე უფრო მეტი სტანდარტით აფასებს. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ რატომ აღიარა FDA-მ და EMA-მ ეს მედიკამენტები, მათ არ გაიარეს და არ შეისწავლეს ეს მხარე? თანაც ნახეთ მკვლელ დაავადებაზე. ჩვენ მშობლები მზადა ვართ. მივიღოთ ყველა ბუნებრივია ეს რისკები, მშობლებმა მივიღოთ ის რისკები, რადგანაც როდესაც საუბრობთ მკვლელ დაავადებაზე, აქ 1%, 2%, თუნდაც 10%, 20%-იც რო იყოს უკუჩვენება, ჩვენ ამას ვიღებთ, იმიტომ რომ მკვლელ დაავადებასთან გვაქვს საქმე. მით უმეტეს შესაძლოა ეს იყოს, რაც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია ელევიდისზე, 800-დან 2 შემთხვევა იყო, მცირედი თირკმლის პათოლოგიები აღენიშნა. წარმოიდგინეთ, 800-დან 2 შემთხვევა 1%-იც არ არის. და მკვლელ დაავადებას, როცა 99% სარგებელია, როგორ შეიძლება მინისტრმა ისაუბროს, რომ წელიწად ნახევრის განმავლობაში ისწავლობს უსაფრთხოების მხარეს. როცა კიდევ ერთხელ განმეორდები, FDA-ის და EMA-ს მიერ, ევროპის და ამერიკის მიერ უკვე აღიარებულია და ეს ეტაპები გავლილია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რეალობასთან გვიწევს საქმე. თქვენი კითხეთ სიახლე და ქალბატონ მაკეთიმ გიპასუხა და ჩემ მხრიდან მეც გეტყვით, რომ ჩვენ სიახლე ეს არის, რომ ჩვენ გადავდივართ უწყვეტ რეჟიმში აქციებზე. შესაძლოა 20 საათიანი, დიახ, 20 საათიანი აქციები იყოს. შესაძლოა კარვების გაშლაც მოგვიწიოს, ღიად სისხლში და სამწუხაროდ იგივე გზას გავდივართ, რაც გაიარა აკონტროპლაზია. მიუხედავად იმისა, რომ მის შემდეგ რეგულაცია შეიცვალა საკანონმდებლო და კარვებზე პირველ ჯერზე უარი გითხრეს, მაგრამ ჩვენ შევიტანეთ დასაბუთებული მეორე განცხადება და შესაძლოა მივიღოთ თანხმობა, თუ არა და ამ ხრივაც ვიბრძოლეთ ბუნებრივია სამართლებრივად რომ მოიპოვოთ ამის უფლება, ყველა გზით შევეცდებით ბუნებრივია და მხოლოდ შეხვედრა აღარ იქნება მოთხოვნა პრემიერთან, საკითხის გადაწყვეტა, ერთს დავამატებ, ძალიან სამწუხარო, როდესაც ერთის მხრივ ებრძვი დაავადებას და მეორე მხრივ უფრო წონადია, რომ სახელმწიფოს ებრძვი. სახელმწიფოს ხო, ძალიან ძნელია, როდესაც შენს ქვეყანაში არიან წასულები წვეთში, მაგრამ მათ გაიარეს 5-10 წელი და მოქალაქეობაც მიიღეს, მაგრამ ჩვენ ესე ვერ წავალთ, რაც უნდა ალბათ მიხეილ საჯულაძეს, არც ერთი მშობელი აღარ წასულა ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში და ვერ წავლენ, უკან ბრუნდებიან, იმიტომ რომ იქაც გართულებულია მდგომარეობა. ვიყავით წასულები და მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ისმენდნენ, რომ ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური წინსვლა გვაქვს და რა გვინდა ჩვენ ევროპაში, ხო? პირიქით, შეიძლება აქეთ ხომ დახმარება. ასე რომ ვერც წავალთ, გამოსავალი ეს არ არის, გამორიცხულია, სანამ იქ მოქალაქეობას მიიღებს, სანამ საბუთს ეწოდებულ მკურნალობის საბუთს მიიღებს, იქ გავა 5 წელი, 10 წელი და ბავშვები დაიღუპებიან ღმერთთან უხსნას. ამიტომ წასვლა გამორიცხულია, უბრალოდ ეს დავაფიქსირებ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიწყებთ აქციებს, სანამ არ იქნება გადაწყვეტილი საკითხი, მაგრამ ისევ წელიწად ნახევრის დაკარგვას და კვირეების და თვეების დაკარგვას ჩვენ არ ვაპირებთ. ბუნებრივია, ბოლო დღემდე ვიქნებით, სანამ არ იქნება საკითხი.